მოვამზადოთ იდეალური საზაფხულო დესერტი, რომლის არ გამოსვლის შანსები მინიმალურია. გაფორმების შემდეგ იმდენად მომეწონა, და გული დამწყას სახლისთვის რომ გავაკეთე. მოვამზადე სვანური ზრდის პროდუქტებით. კერძოდ გამოვიყენე ხაჭო და არაჟანი. სვანური საქართველოს ბაზარზე 20 წელია რაც არსებობს. დღეს კი სრულიად განახლებული დანადგარებით აგრძელებს თავის საქმიანობას. ხაჭოს და არაჟანს დავუმეტეთ კვერცხის გულები. ცილად აღჭირდებათ ოდნავ მოგვიანებით, ამიტომ შეინახეთ ცალკე ჭურჭელში. შემდეგ დავუმეტეთ შესქელებული რძე, მანის ბურღული, რომელიც შეგიძლიათ სახამლითაც შეცვალოთ. მწიკვე მარილი და ვანილი. დაახეხეთ ლიმონის ცედრა, ძალიან მოუხდო და გირჩევთ არ გამოტოვოთ. ეს ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთიანი მასა. ცალკე ათქვიფეთ კვერცხისცილა გამყარებამდე და შეურიეთ ძირითად მასას. გადაურიეთ სილიკონის ჯოხით და გადაიტანეთ საწყობ ფორმაში, რომელშიც მე საწყობი ქაღალდი ჩავაფინე ყოველი შემთხვევისთვის. გამოაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. ცხელი არ გადმოიტანოთ ფორმიდან არავითარ შემთხვევაში. გააგრილეთ 3-4 საათი მაინც. მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმეთ ზურვილისამებრ. მე გამნარი შოკოლადით, კენკრით, ლიმონის ცედრით და პიტის ფოთლებით გავაფორმე. გემრიელად მიირთვით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.